საქართველოს ისტორიაში არაერთ გმირსა და მეფეს ვიცნობთ, მაგრამ არსებობს ერთი ფიგურა, რომელმაც შეიძლება ითქვას ყველაფერს ჩაუყარა საფუძველი, თუმცა ხშირად თითქოს ჭრდილში რჩება. დღეს ჩვენ სწორედ მასზე, დავით სამზე ვისაუბრებთ და ვნახავთ, რატომ იმსახურებს ის ერის არქიტექტორის წოდებას. ჩვენი დღევანდელი ანალიზის სამოსავალი წერტილში ეს კითხვაა. ვინ იყო სინამდვილეში დავით სამე კურაპალატი და კონკრეტულად რა გააკეთა მან იმისთვის, რომ დაქსაქსული ქართული სამთავროების გაერთიანების პროცესი დაწყებულიყო. მოდით, ამ კითხვას ერთად ვუპასუხოთ. ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი ისტორიული კითხვაა, არა? მაგრამ სინამდვილეში მის პასუხში მთელი ერის დაბადების ისტორიის გასაღები დევს. კარგით, მოდით ცოტა ხნით ისტორიკოსებიდან დეტექტივებად გადავიქცეთ. ჩვენი მთავარი სამხილი მოკლე, მაგრამ ძალიან შინაარსიანი ტექსტია. ჩვენი ამოცანაა თითეული სიტყვა, თითეული მინიშნება გავშიფროთ და სიმართლე დავადგინოთ. და საიდან ვიწყებთ გამოძიებას? რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინო და ამავდროულად იდუმალი სამხილით, დავითის ტიტულით. რას ნიშნავს კურაპალატი? მაშასე, კურაპალატი. ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი სიტყვა ან საპატიო წოდება. ეს იყო იმ დროის სუპერძალის, ბიზანტიის იმპერიის მიერ მინიჭებული ძალაუფლების სიმბოლო. წარმოიდგინეთ, ამ ტიტულის მფლობელი რეგიონში ფაქტობრივად იმპერატორის წარმომადგენელი ხდებოდა. ანუ დავითი აღარ იყო უბრალოდ ერთი ქართველი მთავარი, ის საერთაშორისო პოლიტიკის მოთამაშე გახდა. აი აქ, ამ შედარებაში, ყველაზე კარგად ჩანს რამხელა ნახტომი იყო ეს. ერთმარეს ყავს ადგილობრივი მთავარი, რომელიც ძირითადად მეზობლებთან დავაშია ჩართული. მეორე მხარეს კი საერთაშორისო ფიგურა, რომელსაც გეოპოლიტიკური გავლენა აქვს. სწორედ ეს ტიტული გახდა ის ბერკეტი, რომელიც დავითს თავისი დიდი მიზნის განსახორციელებლად ჭირდებოდა. კარგი, დავითს აქვს ძალა და გავლენა. მაგრამ როგორ გამოიყენა მან ეს? ამის გასაგებად ჯერ უნდა დავინახოთ ის სურათი რა ხდებოდა მაშინდელ საქართველოში. და ეს სურათი სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ქაოსური იყო. მე-20 საუკუნეში ერთიანი საქართველო როგორც სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობდა. წარმოიდგინეთ რუკა, რომელიც დაყოფილია უამრავ პატარა, დამოუკიდებელ სამეფოდ და სამთავროდ. ნამდვილი პოლიტიკური მოზაიკა. და ნუ ვიფიქრებთ, რომ ესენი მშვიდობიანი მეზობლები იყვნენ. პირიქით, მათ შორის გამუდმებული ბრძოლა და დაპირისპირება იყო მიწებისთვის, გავლენისთვის, ყველაფრისთვის. ასეთ პირობებში ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა ალბათ ბევრს უბრალოდ ფანტაზიად ეჩვენებოდა. და აი სწორედ ამ ქაოსის, ამ დაპირისპირების ფონზე ჩნდება ერთი იმ დროისთვის წარმოუდგენლად რადიკალური და ამბიციური იდეა. ამ ყველა დაქსაქსული ტერიტორიის ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანება. ახლა კი მივადექით ჩვენი ისტორიის კულმინაციას, იმ მოვლენას, რომელიც დავით სამის მმართველობის ბირთვს წარმოადგენს და რომელმაც ყველაფერი შეცვალა. რატომ მაინც და მაინც შიდა ქართლი? წარმოიდგინეთ ჭადრაკის დაფა. შიდა ქართლი ამ დაფის ცენტრი იყო. ის არ იყო უბრალოდ ტერიტორია. ეს იყო ქვეყნის გული, სტრატეგიული, ეკონომიკური და რაც მთავარია, სიმბოლური. ვინც შიდა ქართლს აკონტროლებდა, მას ეჭირა ხელში მთელი საქართველოს მომავლის გასაღები. ეს სამი სიტყვა ჩვენი წყაროდან, ბრძოლა შიდა ქართლისთვის, ყველაფერს ამბობს. ეს არ იყო რიგითი სამხედრო კამპანია, ეს იყო ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის, მისი იდეისთვის. და ამ ბრძოლის შუაგულში, რა თქმა უნდა, დავით მესამე იდგა. კარგი, მოდით, ახლა ყველაფერი ერთად შევკრათ და ვუპასუხოთ ჩვენს თავდაპირველ კითხვას. რა იყო დავით მესამეს რეალური წვლილი ამ დიდ საქმეში? ანუ რა გამოდის? დავითის წვლილი მარტივად რომ ვთქვათ, სამი მთავარი ნაბიჯია. პირველი, მას ჰქონდა ხედვა, ოცნება ერთიან საქართველოზე. მეორე, მას ჰქონდა სტრატეგია, მან იცოდა, რომ ამ ოცნების სასრულება შიდა ქართლის კონტროლით უნდა დაწყებულიყო. და მესამე, ყველაზე მთავარი, მან შექმნა მემკვიდრეობა. მან დაიწყო პროცესი, რომელიც სხვებმა დაასრულეს. ის იყო არქიტექტორი, რომელმაც შენობის ფუნდამენტი ჩაასხა. ასე რომ, რა უნდა დაგვამახსოვრდეს მთავარი? დავითი იყო ფუძემდებელი. მან დაიწყო, სხვებმა კი დაასრულეს. მისი მეთოდი იყო არა ბრმა ძალა, არამედ ჭკვიანური სტრატეგია, ქვეყნის გულის მოპოვება. და მისი საერთაშორისო სტატუსი, კურაპალატობა, იყო ის ინსტრუმენტი, რომელმაც ამ ისტორიული მისიის შესრულება შესაძლებელი გახადა. და ბოლოს მინდა დაგტოვოთ ერთი ზუმად დასაფიქრებელი კითხვით. როგორ ხდება, რომ ერთი ადამიანის ხედვამ და მოქმედებამ 1000 წელზე მეტი ხნის წინ შეიძლება დღემდე განაგრძოს გავლენა ერის იდენტობაზე და მის თვითშეგნებაზე? ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.